არ დავმალავ ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. გამარჯობა არტო. მინდოდა რომ დღეს გველაპარაკა შენს ახალ პროექტზე, რომელსაც ქვია ორ იბერიას შორის. რა არის ამ პროექტის არსი, როგორ გაჩნდა მის იდეა და ამ გამოკვლევის მიზანი? ორ იბერიას შორის ასე ქვია ამ პროექტს და სათაურიდანვე ჩანს, რომ ლაპარაკია სამყაროს ორ ნაწილს შორის შესაბამისობის და პარალელების გამოვლენაზე. ორ საუკუნეზე მეტია, რაც ორივეს იბერია ქვია. გვაქვს ქართველების იბერია და ესპანელების იბერია. სერიოზული ადამიანები, მწერლები, მკვლევარები, არქეოლოგები მთელი ამ ხნის მანძილზე ცდილობენ აეხსნათ, როგორ მოხდა, რომ ევროპის ორ პოლარულ წერტილში არსებობს ორი მიწა, ზუსტად ერთნაირი დასახელებებით. 100 წლის წინათ მათ დაემატათ სერიოზულ ქართველ მკვლევართა კიდევ უფრო დიდი ნაწილი, რომელთაც აღმოაჩინეს, რომ ამ ესპანურ იბერიაში, კერძოდ იქ, სადაც ბასკები ცხოვრობენ, ნაპოვნი იქნა უდიდესი რაოდენობის ტოპონიმებიც და უბრალოდ ბასკური ენის სიტყვებიც, რომლებიც ასევე წარმოადგენდა სიტყვებს და ტოპონიმებს ქართული ენიდან და ქართველური ენის ოჯახიდან, რომელშიც შედია, როგორც ჩვენც აქამდე ვიცოდით, 4 ენა, რაც დღესდღეობით ქართველთა საკომუნიკაციო ენაა. რატომ წახვედი ესპანეთში დნეპროპეტროვსკიდან და საერთოდ როგორ წარმოიშვა ეს სამკუთხედი საქართველო, უკრაინა, ესპანეთი? ამ პროექტის ფარგლებში ჯერ საქართველოში ჩავედი. საერთოდ მოგზაური ვარ და ბევრს ისედაც მოგზაურობ. და ამ პროექტის გამო ჯერ საქართველოს ვესტუმრე, შემდეგ კი ესპანეთში. შესაბამისად რომ დამეკავშირებინა ეს ორი იბერია ერთმანეთისთვის. უნდა მომენახულებინა ორივე მათგანი. მაგრამ შენი შეკითხვიდან გამომდინარე რომ გიპასუხო, მე უკრაინელიც ვარ და როგორც აღმოჩნდა და საერთოდ აქედან დაიწყო ყველაფერი. უკრაინული გეოგრაფიის ტოპონიმების აურაცხელი რაოდენობა და ასეთივე სიტყვებიც ყველა არსებული ლექსიკონიდან, თანამედროვე რუსულით და უკრაინულით დაწყებული უძველესი საეკლესიო სლავიანური დამთავრებული სხვადასხვა აღნიშნულ დიალექტებთან ერთად გაიყვა, რომ ხდება ქართულ ენაშიც. და უდიდესი რაოდენობა იმ ჩვენეული საფუძვლებისა და ფესვების, რომლის არსი და მნიშვნელობა ჩვენთვის ახლაც თურმე უცნობია, მშვენივრად იშიფრება აი ამ ქართული ენის დახმარებით და მარტო ერთის კი არა, არამედ აი იმ ზემოხსენებული ენების ოჯახის მეშვეობით. აი შეგახსენებთ, რომ ქართული ენის გარდა ამ ოჯახში კიდევ ხდება მეგრული, სვანური და ლაზური ენებიც. და რატომ დაგაინტერესა სწორედ ქართულმა ენამ? მე მივეკუთვნები ხალხის იმ ნაწილს და მე მარტო არა ვარ, ასეთი ცხოვრებაში კიდევ ბევრი შემხვედრია ჩემნაირი, რომელსაც გაუაზრებელი მომენტის გამო ბავშვობიდან აქვს საქართველოს მიმართ აუხსნელი და დაუოკებელი ტოლვა. არ ჭირდება იმის ახსნა თუ როგორი უპირატესია ქართული კულტურა და ქართული მენტალიტეტი. აი ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილები, მაგრამ ეს არ თამაშობს რაიმე არსებით როლს. ბავშვობიდან მოყოლებული გაუაზრებლად აღვიქვამდი ყველაფერს ქართულს, ისე როგორც პირველ რიგში ყველაზე საუკეთესოს და რაც თავარია უაღრესად ჩემს. ეს ჯერ კიდევ ქართული ფეხბურთიდან დაიწყო, როგორც გვახსოვს, ეს იყო საბჭოთა კავშირის ფარგლებში მაშინდელი ქართული ფეხბურთის სკოლა და ის საუკეთესო იყო. მე ამას დაემატა ქართული კინო, ასაკის მატების შემდეგ მუსიკაც, ქართული ხელოვნება და ასე შემდეგ. მე ყოველთვის მესმოდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის და თუ რატომ ამას ვერაფრით ვერ ხსნიდი. და ცხოვრებაშიც ბევრი ადამიანი შემხვდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოს მიმართ სწორედ ჩემნაირ მიზიდულობას გრძნობდნენ და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა ფუჭი. დაიწყო ყველაფერი იმით, რომ უკრაინის მდინარეების მათი უმეტესი რაოდენობის დასახელებების ახსნა არაფრით არ შეგვიძლია არც რუსული და არც სხვა რომელიმე სლავური ოჯახის ენების მეშვეობით. მაგალითად ვარსკლა და კიდევ ძალიან ბევრი ასეთი, მაგალითად ფსელ, ვარსკლა, ხრიოკი, სულა, ეს 4 მდინარე ჩაედინება დნეპრში თითქმის ერთი და ამავე ადგილას. ასევე დიდი რაოდენობაა წყალმარჩხი უკრაინული მდინარეებისა: ჩეშვა, რევნა, ბოუნა, პანიქვა, ჩაქვა, ჟავა. უკრაინული განმარტებით ამ მდინარეთა სახელები ვერაფრით ვერ იშიფრება. ყველა ეს დასახელება პრაქტიკულად უცვლელი შემადგენლობით გვხვდება ქართულ ენაში და გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა მათგანი და მათი გზირეული მნიშვნელობა გვიჩვენებენ, რატომ იყო ეს მდინარეები წოდებული სწორედ ასეთი სახელებით. აი ეს იყო სწორედ დასაწყისი. ერთმა მეორე წამოიგდა, მეორე მესამე და მე პირადად მივხვდი, რომ ორი იბერიის გააზრებისას მართლაც ადვილად პოულობ ერთთლიან იბერიას, რაშიც შედის პრაქტიკულად მთელი ევროპა, მთელი ჩრდილო აფრიკა და მთელი ახლო აღმოსავლეთი და დროთა განმავლობაში მე საკმაოდ დეტალურად ვიმუშავე ყველა იმ ენის ირგვლივ, რომელსაც კი მივწვდი ამ პერიოდში.
ეს იყო თეორიული, ეგრეთ წოდებული კაბინეტური კვლევაძიება, მე კი გავემართე პირველ საველე გამოკვლევაზე ესპანეთში, რომ ეს მოსაზრება პრაქტიკით შესაბამისი ფილმით გამომყარებინა. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ეს ფილმი, რა იყო ყველაზე საინტერესო ესპანეთში, რა საინტერესო შეხვედრები და რა შეიძლება იყოს ის, რამაც შენ საბოლოოდ დაგარწმუნა შენი გამოკვლევის რეალურობაში. ესპანეთს რაც შეეხება საქმე შემდეგშია, ბასკები, როგორც გამოირკვა, სწორი მიმართულება იყო. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნამსხვრევები გახდათ იმ ყოფილი უზარმაზარი იბერიული სამყაროსი, რომელიც ქონდა და დავკარგეთ. ის იყო სრულიად ქართულენოვანი, ანუ მასში აბსოლუტური უმრავლესობა თუ ქართულად არა, ქართველური ენის ოჯახს მიკუთვნებული ერთ-ერთი ენის რომელიმე დიალექტზე საუბრობდა. ეს იყო მთელი ესპანეთი და არა მხოლოდ ბასკები. ყველაფერი ეს ის მომენტებია, რომლებიც ჩემ ფილმში ვაჩვენე. ამ პროექტის ფარგლებიდან გამომდინარე. ეს კი იმიტომ, რომ დღესაც ქართველები ამ კონცეფციაში არა მარტო ბასკებით ერთიანდებიან და ბასკები, აი ჯერ კიდევ სიმართლე რომ გითხრათ, ყველაფერი არ არის. Назва прекрасного океанського міста Кадис читається картельською мовою двояко. По-перше, його давньою назвою було Гадир, що картельською означає «гірська гряда», на кшталту тої, що можна побачити у 10 кілометрах від сучасного Кадису. З іншого боку, місцеві мешканці називаються Гадитанос, що знов-таки дає нам чистий картельський топонім Гадеті, землю Гаді, Гада або Гадо. Гадо картельською є хвиля. Земля хвиль є чудовою назвою для Кадису, дивовижних хвиль якого ви навряд чи колись забудете. მოდით ინტრიგა იმისა თუ რა ხდება ფილმში, დავტოვოთ იმათთვის, ვისაც ამ ფილმის ნახვა უნდა და ვისაუბროთ ჩვენს ტერიტორიაზე, კერძოდ დნეპროპეტროვსკზე, სად არის კავშირი ქართველური ოჯახის ენებსა და ჩვენი ქალაქის თუ ოლქის გეოგრაფიულ დასახელებებს შორის. 100%. პირველ რიგში ძალიან საინტერესო დიშიფრება ქართული ენის დახმარებით დნეპრის ძველი დასახელება. ბორის ფენი, ასე ქვია მას. ეს ერთი. მეორეც ისტორია ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უბრალო აი ესეთი სამეცნიერო პროექტის ჩარჩოში. საქმე იმაშია, რომ როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, უკრაინული მდინარეების დასახელებები ქართულ სიტყვებს წარმოადგენენ. ეს ასე ვთქვათ აქსიომაა ყველა ლინგვისტისთვის, რომ დენდრონიმები, ანუ წყლის ტოპონიმების სახელწოდებები, ეს ნებისმიერ ლექსიკონში ყველაზე უძველესი სახელებია. ამიტომ ძნელი არა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ყველაზე ძველი მკვიდრნი იყვნენ ადამიანები, ვინც ჩვენს მდინარეებს ქართული სახელები მიანიჭეს. ანუ ესენი იყვნენ ქართველური ტომების წარმომადგენლები. ამ ადამიანების ძებნას პირველ რიგში ამისკენ მივიწერთ, რომ ვიპოვოთ ისინი ძველი უკრაინელები, ვინც ქართულად მეტყველებდნენ, მივყავართ პირველ წყაროების სათავეებთან. ასეთი ცნობარი აი ძველ ანტიკურ ხანაში გახლავთ ცნობილი ჰეროდოტე, რომლის ტექსტებიც კარგა ხნის დაახლოებით 2500 წლის განმავლობაში ისტორიის კვლევართათვის პროფესიულ ბიბლიას წარმოადგენდა და უშუალოდ პირველ-მეორე ფურცელზე ვაწყდებით ჩანაწერს, რომ ჰეროდოტეს სიტყვებით შავი ზღვიდან მოყოლებული დღევანდელი დნეპრის მარცხენა სანაპირომდე და კიდევ გასწვრივ დაახლოებით კიევამდეც კი ბინადრობდნენ გიორგის სკიფები. და რა უნდა ითქვას, მეტი ვეძებდით ქართველებს და ნახეთ კიდეც გიორგები. და ეს მთელ უკრაინაზე, მატრიცში ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქიც, ეს ასე ვთქვათ პირველი ნაწილია იმ ახალი უკრაინის ჯერაც არ მოყოლილი ისტორიისა, რომლის შესახებაც მართლაც საჭირო და აუცილებელია, რომ ვისაუბროთ, რაც შეიძლება ბევრი. და ახლა სწორედ ამის დრო დადგა, რომ ახდილად და მაქსიმალურად მოცულობითად განმარტოთ ყველაფერი ამ თემის ირგვლივ. აი მაგალითად, არავის საფუძვლიანად არ შეუსწავლია პტოლომეოსის რუკა. ეს რუკა ხომ 2000 წლისაა, ოდნავ ახალი ვიდრე ჰეროდოტეს. მაგრამ ამის მიუხედავად ეს უდიდესი პერიოდია. ამ 2000 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არც ერთი ყოველ შემთხვევაში ჩვენი ისტორიკოსებიდან არც ერთი მათგანი არ დაინტერესდა მისით. და ეს აუცილებელია, რომ ყურადღებით იქნეს შესწავლილი, რადგან ეს წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეა. დაახლოებით 600 თუ 700 წლით ადრე, ვიდრე კიევი პირველად იქნებოდა მოხსენიებული კაცობრიობის უძველესი ისტორიის ჩანაწერებში. მაშინ არავითარი კიევი არ არსებობდა ხსენებაში და მთელი უკრაინა დაწყებული მდინარეების და ხევების სახელებით, დამთავრებული 3 ათეული ქალაქის ტოპონიმებით აჭრელებულია ქართული წარმომავლობის, გეოგრაფიული და კიდევ სხვა დანიშნულების სახელწოდებებით. და ეს უძველესი სახელები არც ერთ სახელმწიფოში არ არის შეტანილი და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. მე კი მიმაჩნია, რომ ეს სამარცხვინოა რეალურად, რადგან ჩვენი სამშობლოს ისტორია მხოლოდ კიევიდან არ იწყებოდა. უკრაინის ისტორია გაცილებით უფრო ძველი და ანტიკურია. ქალაქ დნეპროპეტროვსკის ტერიტორიაზე და რა ერქმეოდა მას ძველად. მოდი ვიგულისხმოთ, რომ იყო ქალაქი და იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ გვაქვს მდინარის კალაპოტის მოსახვევი დასავლეთიდან სამხრეთისკენ, პტოლომეოს გამოსახული აქვს. გარწმუნებთ, რომ არა მარტო იმ დროისთვის, არამედ
მთელი შემდგომი პერიოდისთვისაც კი ეს უზუსტესი ფანტასტიკური რუკა პტოლემეოს აღნიშნული აქვს ქალაქის სახელად აზაგარიუსი. და რა ვიცი ჩვენ ამ ქალაქის ირგვლივ? ჩვენ დნეპროპეტროვსკის მოქალაქეებმა და დაწუნებული ვარ საერთოდ ადამიანების უმრავლესობამ ახლა პირველად გაიგონეს ეს დასახელება. ხოლო ამ დასახელების ქალაქი უკვე 2000 წლისაა. ეს ქალაქი არსებობდა ჯერ კიდევ იმ დროს, როცა კიევი საერთოდ ფიქრშიც არ იყო. და როგორ ფიქრობთ, რა მოსახლეობა იყო ამ ქალაქში იმ დროს? ესე იგი ჰეროდოტეს მიხედვით ჩვენ გვაქვს 100%-იანი ვარაუდის უფლება, რომ ისინი იყვნენ გიორგის სკიფები, რომლებიც ჩემი პირადი აზრით იყვნენ ქართულენოვანი ადამიანები. პტოლემეოსის რუკა ახლა უკვე ინტერნეტის ძლევამოსილების წყალობით 2 წამში შეიძლება ამოვაგდოთ და დავაკვირდეთ. ნახოთ ყველაფერი ეს, რაზედაც ახლა ვსაუბრობ. მათ რიცხვში ისიც კი შეიძლება ვნახოთ, რომ ჰუნებად მოხსენიებული მოსახლეობა, რომლებიც სადღაც ამ რაიონში იყვნენ დასახლებულნი, ნიკოპოლსა და დნეპროპეტროვსკს შორის, ამ რუკაზე პტოლემეოს შავი მელნით აქვს ქალაქები მონიშნული. ცითლებად კი აბორიგენ ტომთა სახელები და მას უკვე მეორე საუკუნეში აღნიშნული ყავს მის რუკაზე ჰუნები, თუმცა ყველა ისტორიულ წყაროებში შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფებიან რატომაც მხოლოდ მე-4 საუკუნიდან. აი ეს უცნაურ შეუსაბამობებს მე მაგალითად ჩემი მუშაობის პროცესში უზარმაზარი რაოდენობით წავაწყდი გაგიკვირდებათ და ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ისტორიას გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით და ინტერესით და სერიოზულობით უნდა მიუდგეთ, თუნდაც იმის გულისათვის, რომ ცადოთ მაინც მისი ხელახალი ახლებული გადაწერა. და რაშია სირთულე, რომ ეს ყველაფერი ხელახლა გადაიწეროს, როგორც ნამდვილი და ობიექტური ისტორია. სირთულე იმაშია, რომ სანამ ვინმე მიაღწევს ამ სუფთა ფურცელს, უნდა გაიფრიკოს ძალიან სქელი შრე, ძალიან მყარი და შავი მასა საყოველთაო ჩვენი ქვეყნის 1000 წლიანი სისრუისა, რომელიც შეიქმნა იმ ყველას მიერ, მართველების, ქვეყნის მეთაურების, დიახ, ყველა იმ ადამიანების მიერ. და მეცაც გეტყვით, იმ ძველი ქართულენოვანი სამყაროს ისტორია, ის იყო ინდოევროპულ დაპყრობამდე ბევრი წლების წინ, მაშინვე როცა ინდოევროპელები აქ მოვიდნენ და ყველანი დაგვიპყრეს, მათ რიცხვში კი უკრაინელებიც რასაკვირველია, რომელთა ენა ახლა ინდოევროპული ჯიშისაა. საკვირველად მიღებულია, რომ უკრაინული ენა ინდოევროპულია. მე ვხედავ და მესმის, რომ უძველესი უკრაინული ენა არ იყო ინდოევროპული, რამე თუ ის იყო ქართველური. ამრიგად ჩვენ ყველა დაგვიპყრეს ინდოევროპელებმა, თავს მოგვახვიეს თავისი ენა, თავისი კულტურა, თუ კულტურის არ ქონათ შეიძლება, რადგან ჩვენი ძირეული კულტურა უფრო ღრმა და ყურისმომცველი იყო. და შესაბამისად ყოველი ახალმოსული ტირანი თუ ახალი იმპერატორი ინდოევროპული მმართველობის ისტორია ხო იმპერიების ომებია, აკეთებდნენ მაქსიმუმს, რომ გაენადგურებიათ იმ მიწაწმის ჭეშმარიტ ისტორია, რომელიც ერთ დროს ასე უსამართლოდ დაიპყრეს. Сьогоденна Серданія, древня земля церетанів, інтерпретується як земля стогів сіна, бо цері картвельською означає саме стіг сіна. Можете порівняти це слово із відомим грузинським прізвищем Церетелі. Та дійсно, щойно ви прориваєтеся до внутрішньої рівнини через Піренейські гори, стоги сіна, невід'ємні ознаки рівнин, починають з'являтися обабіч дороги. Назва племені Араваків, яке Птолемій розмістив на схід від Мадриду, починається з негативної картвельської приставки «ара», що означає «не». Якщо так, тоді ім'я має читатися «не-ваки». Це мало б сенс, якби десь був би сусідній народ Ваки, тоді негативну приставку було б використано, аби не сплутати два народи. Та чи є там поруч які-небудь Ваки? Так, є. Вони дійсно сусіди з Араваками і називаються Вакеї. Бастетани або бастулі, очевидно, один народ, позначений двома різними суфіксами прикметника, переносить нас до бастеті, землі бастів. Значення кореня наразі остаточно невідоме, хоча це слово існує в грузинських словниках у значенні притулок. А слово бастанелі у словнику Рейфілда неймовірно означає древній. Просто зверніть увагу, що басті присутні по всій Європі. Корсиканська бастія, албанський залбастар, древнє плем'я бастарнів, та врешті турецький сівас, колишній Сабасте, від якого пішли усілякі Севастополі на кшталт українського. თქვენი აზრით ამ ენობრივი გამოკვლევების და ლინგვისტურ-ეთნიკური ვარაუდების კვალდაკვალ როგორ დაამტკიცებთ ამა თუ იმ მიწების მიკუთვნებულობა სხვადასხვა სახელმწიფო წარმონაქმნებთან?
100% სიზუსტით ჩვენ უყურებთ, რომ ახლა ჩვენთან ყველა მშვენივრად იცის ეს უმძიმესი სიტუაცია, რაშიც ვიმყოფებით დღესდღეობით, ვართ ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში ჩვენს მეზობელთან და ვხედავთ, რომ როგორ სერიოზულად სარგებლობს ჩვენი მეზობელი მას ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის აკრძალული მეთოდებითაც კი რომ მოიგოს პროპაგანდისტული ომი. ჩვენ ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ პროპაგანდისტულ ომს ბევრად სუსტები ვართ. აი აქ კი ჩვენ სულად ჭირდება რაიმე პროპაგანდის მაგვარი. უბრალოდ აუცილებელია მაღალ მეცნიერულ დონეზე დაალაგდეს ამ უძველესი ისტორიის ფურცლები და ცხადი და გასაგები გახდება, რომ ყირიმი არის უკრაინული მიწა. იგი უძველესი უკრაინელების საძვალეა და სიამაყე. ასეთია ზუსტი და მართებული ფორმულირება. და ეს იმიტომ, რომ პირველ წყაროების სწორი მეცნიერული გაანალიზება, თუნდაც იმ ცნობილი ჰეროდოტეს პრიზმით, გვაჩვენებს, რომ გიორგის სკიფები, რომლებიც ქართველოვნოვანი იყვნენ და რომლებაც უკრაინის გეოგრაფიულ მიდამოებს ქართული სახელები მიანიჭეს, ცხადია რომ ცხოვრობდნენ აქ, მთელ დნეპრისპირეთში და აშკარაა, რომ ამ ნაციამ მიიღო მონაწილეობა უკრაინული მოსახლეობის ეთნოგენეზისში. სტრაბონის მიხედვით, კი სწორედ ეს ეროვნება ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში მითითებულია, რომ ეს გეორგები ცხოვრობდნენ უკვე ყირიმში. ამრიგად, ჩვენ არა მხოლოდ გეორგების შედეგად გენეტიკურად, ეთნიკურად და ისტორიულად ვარსებობთ, არამედ პირდაპირ ყირიმელი თათრების ნათესავებიც ვართ. რადგან ცნობილია, რომ ყირიმის თათრები არიან ადამიანები, რომლებმაც შეესისხორცეს იმ პერიოდში ყირიმში მცხოვრები ჰუნების და გეორგების მთელი გენეტიკა. ასე რომ თავიდანვე და ამაზე რატომღაც არავინ არასდროს არ ლაპარაკობს, რომ ჩვენ ყირიმის თათრების მონათესავე ერი ვართ. და ახლა ისინი ძალიან განიცდიან, მოგვისაკლისებენ, ჩვენს ჰიმნებს მღერიან და შველას ითხოვენ. ეს ნამდვილი კურცველობითაა ნათქვამი და არა ყასიდად ისე. ეს გენეტიკური კავშირი არა 100%-ით მეტიც ჩვენ ქართველების მონათესავენიც კი ვართ და ყველანი ერთად ამ საერთო დიდი წინაპრის, რომლებიც ფლობდა მთელ შავი ზღვის უზარმაზარი აუზის ტერიტორიებს, არსებობს ხალხი, ვისაც ძალიან უყვარს ისტორიული კვლევა ძიებების გეოპოლიტიკურ ჭრილში გადატანა და მერე გამოყენება. და აი ამ გეოპოლიტიკის შეხედულებებით ჩვენ ძალიან სერიოზული ბლოკი ვართ ნათესაური ფესვების კუთხით, იმ სახელმწიფოების გაერთიანებით, რომლებიც მთელი ცხოვრება შავი ზღვის ირგვლივ ცხოვრობდნენ. ესენია უკრაინელები, ყირიმელი თათრები, ქართველები და თურქული მოსახლეობაც კი, რომლებიც სინამდვილეში თურქულ ექსპანსიამდე ისეთივე ქართველურ ტომებს წარმოადგენდნენ. ამრიგად, ჩვენ აშკარად ხედავთ, რომ დიდი ხნის წინ, წლების წინ 1500 წლით ადრე, სანამ გაჩნდებოდა მოსკოვი, რომელსაც ახლა უსამართლო პრეტენზია აქვს ყირიმის ფლობაზე, ყირიმი უკვე დასახლებული იყო ადამიანებით, რომლებმაც უკრაინული ერის ეთნოგენეზისში უზარმაზარი როლი ითამაშეს, მათ რიცხვი გიორგებმაც. ასე რომ იმ გრძელ რიგში, რომელიც ახლა გაიჭიმა ჩვენი მშობლიური ყირიმის დასაუფლებლად, უკრაინელები და ყირიმელი თათრები პირველ-მეორე ადგილებს იკავებენ. რუსებს კი სულ ბოლო ადგილი აქვს მინიჭებული, თუ ამაზე მიდგება საქმე. ძალიან მიკვირს ამ ყველაფერზე, რატომ არავინ არ ლაპარაკობს. ამის შესახებ ხო ღია ისტორიული წყაროები იუწყება. ჩვენ მეცნიერებს კი გააჩნიათ უზარმაზარი აკადემიური პოტენციალი, უამრავი უნივერსიტეტია, ათეულობით ისტორიული ფაკულტეტი, მაგრამ ვერ ვსარგებლობთ. თქვენ შექმნით ეს ფილმი, თქვენ ჩაატარეთ თქვენი გამოკვლევები. არის ეს თქვენი ძირითადი წილი უკრაინის ისტორიის შესასწავლად, თუ კიდევ არის შეუსწავლელი მომენტები? ჯერჯერობით ამ პროექტის ორი იბერიის შორის ჩარჩოს მიხედვით გადაღებულია მხოლოდ ერთი დოკუმენტური ფილმი ქართველურ ესპანეთზე. მაგრამ აუცილებელია შექმნას კიდევ რამდენიმე ასეთი ნამუშევარი, როგორც მინიმუმ 10 ქართული, თურქული, ბერძნული, საფრანგეთის, ბრიტანული, ეს უნდა ეხებოდეს ყველა იმ ძველი სამყაროს ნაწილაკებს, რაც ერთდროს ერთიან ძლევამოსილ იბერიას წარმოადგენდა, სადაც ჯერ კიდევ არის კვალიდანიშანწყალი ამ ფენომენის არსებობის. ახლა ვფიქრობ, რომ მუშაობის პროცესში სულ უფრო და უფრო მეტად ვეხები შეუსწავლელი უკრაინის ანტიკურ ისტორიას. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა გადაიხედოს პრაქტიკულად ყველა კონცეფცია, რომელიც დღესდღეობით არსებობს სამეცნიერო წრეებში, მაგალითად სლავიანური კონცეფცია და თავად ის სიტყვა სლავები, რას ნიშნავს, როგორი შიფრება იგი და როგორია მისი რეალური განმარტება. კიდევ ერთი კონცეფცია ისეთი მცნებისა, როგორიცაა თათარი, რომელიც სიტყვიდან გამომდინარე პირდაპირ ხიდები აკავშირებს ყირიმთან და მის მოსახლეობასთან. მაგალითად, კიდევ სიტყვა სკიფების რაობა, ყირიმის ნახევარკუნძულის ისტორიის კონცეფციაც ამასთანავე, უკრაინელების ქართველური წარსულიც, რა თქმა უნდა, თრაკიელების ისტორია, რომლებიც სინამდვილეში სულაც არ არიან თრაკიელები, ისე როგორც სკიფებიც არ არიან სინამდვილეში სკიფები. აქ ლინგვისტიკა და ისტორია ხელი-ხელთ ჩაკიდებული მიდიან და ისტორიული ინფორმაციის აურიცხელი რაოდენობა, რომელიც ჩვენ ხელთაა. ამ დროს კი სინამდვილეში ეს ჩვენი ახლებური ისტორია წარმოადგენს სტერეოტიპს და ზოგჯერ უარესსაც, შეცდომებს, რომლებიც გამომდინარეობენ არასწორი დასკვნებიდან და სახელწოდებების ეკლექტიკური მოსაზრებებიდან და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომაც ძალიან სერიოზულად ვფიქრობ, რომ ნამდვილად აქვს აზრი რეალიზება გაუკეთოთ, ყოველ შემთხვევაში ვცადოთ მაინც უკრაინის გლობალური ისტორიის ახლებურ წაკითხვას და რამენერად მოახერხოთ ამ საშვილიშვილო საქმის ტელე და სხვა მედია საშუალებებით ტირაჟირება. დღეს ძალიან მოდაშია სხვადასხვა ტელევიზიებში უჩვეულო თემატიკით манипулირება, მათ შორის ადამიანთა საქმიანობის სხვადასხვა სფეროთა წარმოჩინება და ვინ იცის, იქნებ სხვადასხვა არხების, სააგენტოების და იმ ადამიანების დახმარებით, ვისაც ეს ამბები ძალიან აინტერესებს, შესაძლებელი გახდეს ასეულ მილიონიან აუდიტორიას მოუთხროთ ის ამბები, რაც აქამდე არ ცოდნით ბურუსი და სიძველის ნისლით იყო გარემოსილი.
Დიდი მადლობა. Нагадаю, що гостем нашої програми був дослідник-лінгвіст Артем Іванцов, який має намір внести своє слово в історію України.